მეგობრებო, დღეს მინდა ჩვენი ტერასის ვარდები გადავიღო, რომლებიც პირველი გაიშალა და ეს სიამოვნება მინდა და ეს მშვენიერება გავიმახსოვროთ და ჩვენს ვიდეო არქივში იყოს. ეს არის ჩიპინდეილი, რომელიც ამ ადგილას, როგორც ცნობილია, ჩიპინდეილი შეიძლება ხვიარადაც წავიდეს, მაგრამ ამ ადგილას ის არ იზრდება, არც ერთხელ არ ამოუღია, ყოველ შემთხვევაში ეხა არის მესამე წელი, არ ამოუღია ესეთი დიდი, მაღალი ბაზალური. აი ესეთი არის სულ გადაშლილი. აი ეს. შემდეგი აი ეს ულამაზესი ფერები ვიდრე გაიშლება. ხანდახან სტაფილოსფერშიც მიდის ხოლმე. აი აქ ნახოთ გულის სტაფილოსფერი, როგორი ბოკალი აქვს ულამაზესი. აი ესეთი არის გაშლის პროცესი, აი კვირტები, პრიალა ფოთლები, ჯამრთელად არის, ზოგადად მიდრეკილია ჩემი გამოცდილებით ნაცრისკენ. მაგრამ წელს მართლაც მადლობა ღმერთს, არ ვიცი შარშან კარგად გამოუკვებეთ თუ რა იყო, მიუხედავად ცუდი ამინდისა და იმისა, რომ საკმაოდ დააკლდა წამბლობა, კვება არ დაკლებია, წამბლობა დააკლდა, წვიმები იყო, მაინც კარგად გაუძლო და ჯერ ნაცრის ნიშნებს მადლობა ღმერთს ვერ ვხედავთ. ეს არის hot cocoa, ცხელი შოკოლადი, ულამაზესი ვარდია. ცოტა შედარებით მარტივ ყვავილა არის, მაგრამ აი ისეთი ლამაზია, რომ წარმოუდგენლად ვარდისფერი, ყავისფერი, რაღაცა საოცარი გადასვლებია. ამ ვარდის სახელი მუდმივად მავიწყდა, იმიტომ რომ მე არ დამიდგავს ულამაზესი კლასიკური ჩახვევით. ძალიან ლამაზად ყვავის. აქვე აი ეს მინდა გაჩვენოთ. ეს არის უსაყვარლესი ვარდი. ეს არის ვერსაინი. მეორე ბაღშიც მქონდა. იქ კიდევ მეტი პოტენციალი გამოვლინა, მე ამოურგე სხვა მეგონა და დღემდე ვნანობ, რომ აი ასეთი სასწაული იქიდან ამოურგე. ნახეთ, რამდენი ფერია. როგორი გადაშლა აქვს. ესეთი მაღალია. საკმაოდ და ეს არაფერია იმასთან, თუ როგორ შედეგსაც იქ აჩვენებდა. მაგრამ პატარა ვარდია და შესაძლოა, რომ შემდგომში უფრო მოძლიერდეს. შემდეგ აქ არის ეს არის ჩიპინდეილის ნათესავი. მერიენი მე მგონი ესე ქვია. აი ნახეთ როგორ გაქვს ჩიპინდეილს, მაგრამ უფრო ვარდისფერში მიდის. ბუჩქიც გავს, უფრო ცოტა გადაშლილი და დაბალი ბუჩქია, მაგრამ მაინც გავს. აი ესეთი ყვავილებით, ეხა ბოლომდე გაშლილი არც ერთი არ გვაქვს, მაგრამ ამასახში თითქოს გავს, მაგრამ გასაშლილიც და უკვე მთლიანად გადაშლილიც გვაჩვენებს სხვა სურათს. აქ ჩვენი ხუჭუჭა ჯეფელ არტისტი უნდა, აი ამათი სახელები კი არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ამ წითელ ვარდებს ისეთი მომხიბვლელობა აქვს, რომ ვეძახოთ ბანალური, მაინც ყველაზე ლამაზია ჯეფელ არტისტი. ეს არის მაქმანა. მაქმანებია. ფერს ესეც ისმის კამელეონია. აქ ახლა მთა კარამზეზე სხვა ფერი აქვს. აი როგორი მაქმანა გოგოა, თუ ბიჭი არ ვიცი ჯეფი. აი ასეთი აქ ჭიაყავს თუ და გულში იკეთებს ხოლმე სიშავეებს ეგ და მაგას დავაკვირდი. ეს ბოლომდე გაშლილი. აქ გაიშალა იაპონური პლუმი. რა ვიცი. ლამაზია, სურნელოვანია, მაგრამ აი ეს ბუჩქი არის ასე მესამე წელი. ვერ გავზარდე. არ ვიცი რატომ. და აი ეს გერმანული დასახელება აქვს, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე.
ყველა სეზონზე ვსწავლობ თავიდან ამის დასახელებას. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ჩემთვის მთლად უცხო ენა არ არის. აი ასეთი ლამაზი ვარდუნიები, დიდი გადაშლა აქვს. აი რევერსი. აი კანტებით, ფერების, ალის ფერიდან დაწყებული, ღია ვარდისფერი, ყვითელი, ცოტა ხავერდოვნებას აქვს ფოთოლზე, მოკლედ შონე, რაღაც ქვია, ანუ ლამაზია.